მოგესალმებით, მე ვარ ანასტასია კირგიტაძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა არის მუტაცია. მუტაცია გენოტიპის მტკიცე სახეცვლილებაა, რომელიც ხასიათდება გარე ან შიდა გარემოს გავლენით. არსებობს ორი სახის ცვალებადობა, არამემკვიდრული და მემკვიდრული. განვიხილოთ არამემკვიდრული სახე. ამ დროს გენოტიპი უცვლელია, იცვლება მხოლოდ ფენოტიპი და ის შთამომავლობას არ გადაეცემა. ცვლილებების ამ ფორმას ასაკობრივს ონტოგენეზურს უწოდებენ. ყველა ნიშანი და თვისება მემკვიდრეულად განსაზღვრულია. მემკვიდრეულად გადაეცემა არა ნიშნები და თვისებები, არამედ გენები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული ნიშან-თვისების შესაძლო განვითარებას. ახლა კი განვიხილოთ მემკვიდრეული ცვალებადობა, ამ შემთხვევაში უკვე ნიშან-თვისებების შეცვლა გენოტიპურ ცვლილებას ახდენს და ეს უკვე გადაეცემა შთამომავლობას. კომბინაციური ცვალებადობა რეკომბინაციის მეშვეობით ხორციელდება. მშობლებში არსებული გენეტიკური მასალის შთამომავლებში გადანაწილება. ეუკარიოტულ ორგანიზმებში იგი სქესობრივი გზით ვრცელდება, პროკარიოტებში ტრანსფორმაციით, ხოლო ვირუსებში ერთობლივი ინფიცირებით. კომბინაციური ცვალების სამი მნიშვნელოვანი პროცესის შედეგად ხდება. მეიოზის დროს განსხვავებული გამეტის ჩამოყალიბებით, ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის მონაკვეთის გაცვლით და განაყოფიერების დროს. გენური მუტაციის დროს ხდება ცალკეული სტრუქტურების ცვლილება. იგი მუტაციათა შორის ყველაზე მაღალი სიხშირით წარმოიქმნება და იწვევს ორგანიზმის მორფოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიური ნიშნების ცვლილებას. და მას იწვევს სამი მნიშვნელოვანი პროცესის რეპლიკაციის, რეპარაციის და რეკომბინაციის დარღვევები. გენური მუტაცია იყოფა ორად: კოდის სტრუქტურის მიხედვით და კოდის ინფორმაციის ცვლილების მიხედვით. კიდევ არსებობს ქრომოსომული და გენომური მუტაციები. ქრომოსომული მუტაციების დროს ხდება ქრომოსომების სტრუქტურის ცვლილება. ამგვარმა გარდაქმნებმა შეიძლება მოიცვას როგორც ერთი ქრომოსომის მონაკვეთები, ისე სხვადასხვა. გამოყოფენ შიდა ქრომოსომულ და ქრომოსომათა შორის სტრუქტურულ დარღვევებს. ქრომოსომის მონაკვეთის 180 გრადუსით შემოbrunებას ინვერსია ეწოდება. ამ ტიპის აბერაციები კროსინგოვერის პროცესის დარღვევის შედეგად წარმოიქმნება, რის გამოც ქრომოსომაში გენთა თანმიმდევრობა იცვლება. ქრომოსომათა ფორმა, ზომა და რიცხვი ყოველი სახეობისთვის მნიშვნელოვანი სისტემატიკური ნიშანია. გენომი არის ქრომოსომათა ჰაპლოიდური ნაკრები, მასში ლოკალიზებული გენებით. მუტაციის შედეგად როგორც გენები და ქრომოსომათა სტრუქტურა, ისე გენომი იცვლება, ისევე როგორც ქრომოსომათა რაოდენობა. გენომური მუტაცია იყოფა სამ ნაწილად: ცენტრალური შერწყმა და დაშორება, პოლიპლოიდი, ანეუპლოიდი. ცენტრალურის დროს ორი ქრომოსომა უკავშირდება და მიიღება ერთი. უჯრედში ქრომოსომათა რიცხვის ჰაპლოიდური კომპლექტის პროპორციულობას პოლიპლოიდია ეწოდება. ცალკეული ან რამდენიმე ქრომოსომის რიცხობრივ ცვლილებას კი ანეუპლოიდი. საკვერცხებისა და შიგნითა სასქესო ორგანოების მკვეთრი ჰიპოპლაზია, ზოგჯერ კლიტორის ჰიპერტროფიით. ეს სინდრომი გვხვდება, როდესაც ინდივიდს აქვს ერთი სასქესო X ქრომოსომა. ამავე დროს სომატური უჯრედების უმეტესობაში ქრომოსომების საერთო რიცხვი შემცირებულია 45-მდე. ხშირად გვხვდება მოკლეკისერი დაბალი ყურები და ასე შემდეგ. კლაინფერტერის სინდრომი არის ქრომოსომული დაავადება, რომელიც ხასიათდება დამატებითი X ქრომოსომის არსებობით მამაკაცებში. მისი სიმპტომებია სპერმის არარსებობა, სასქესო ჯირკვლების თანდაყოლილი განუვითარებლობა, საშუალოზე მაღალი სიმაღლე, სუსტი და მყიფე ძვლები, ნაკლები თმა სახეზე და ტანზე, გადიდებული მკერდი და ასე შემდეგ. იმედია საინტერესოდ და მარტივად მოგაწოდეთ ინფორმაცია. გმადლობთ ყურადღებისთვის.